მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარლებო, ჩემო ერთგულო მაყურებელო, Facebook და YouTube გამომწერებო, TikTok გამომეგობრებო. ეთერშია პოდკასტი ხალხის პირისპირ და დღეს ჩვენ გუსტუმრობს, გუმასპინძლობს კულტურის ცენტრი იმედი, რომელიც მდებარეობს დავით აღმაშენებლის გამზირი ნომერ 106-ში, მარჯანიშვილზე და დღეს ჩვენ ვსტუმრობთ ასე პირდაპირ ვიტყვი და თამამად ვსტუმრობთ მრავალფუნქციური თეატრის დამფუძნებელს და ხელმძღვანელს რეჟისორს ბატონ გურამ კეკელიძეს. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობას გიხდით პოდკასტში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დღევანდელი თემა ეხება თეატრს და ვიტრიალებთ თეატრის გარშემო და პირველი კითხვა მინდა დაგისვათ ასეთი, რამდენი ხანია რაც ამ სფეროში ბრძანდებით? სფეროში ვარ 20 წელზე მეტია, 9 წელი დაახლოებით, 18 წლიდან ვარ დრამატული, თორზერგეთის დრამატული თეატრში დავიწყე დაწყებს ახებად მუშაობა და მას შემდეგ არ გავჩერებულა, შემდეგ გადავედი თოჯინების თეატრში და მას შემდეგ ვარ თეატრში. აი რას ნიშნავს თქვენთვის თეატრი და რა არის ის თქვენთვის? აი ეს კითხვა ძალიან ბევრს დაუსვამს, ჩემთვის ცოტა რთული საპასუხო არ ვარ. როგორ გიპასუხოთ, ჩემი სახლია, თეატრში სხვანაირად უყურებ თავს, სულის თავისუფლებაო, ალბათ თუ გავიგიათ, ჩემთვის ალბათ ეს არის, დავიც. ყველანაირად სულ სხვა გარემოა ჩემთვის და განსხვავებულია. აქ რო ვარ, ესეთ თავისუფალი არსად და არაფერ შეეძლო საერთოდ. და რა განსხვავებაა კინოსა და თეატრს შორის თქვენი გადმოსახედით? აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა აზრის ხართ, რა განსხვავებაა კინოსა და თეატრს შორის? იცით როგორ არის, აი კინოსაც და თეატრსაც ჭირდება როგორც სცენარისტი, მსახიობი, რეჟისორი, ხო, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა მაინც. ფილმს ერთხელ გადაიღებ, ითამაშებ ერთ როლს და მორჩა ის დამთავრდა. თეატრში შეგიძლია ერთი როლი განავითარო, უკეთესი გახადო. ის განსხვავება კიდე რომ ფილმში კამერას ამ გახარდა შეიძლება ერთი და იგივე მომენტი 10,000 ჯერ გადაიღო, სანამ იმ კონდიციამდე არ მიყოლ, რაც რეჟისორს ჭირდება და თეატრში პირდაპირ მაყურებლის წინაშე თამაშობ უფრო საინტერესოა და ბევრად უკეთესი. აი ჩემთვის მაგალითად ფილმი მიზიდველი არ არის. თეატრის სულ სხვა არის, აი სცენაზე რო შედივარ, საერთოდ სულ სხვა გარემოში ვარ. ალბათ ეს სხვაობა. აი გადაღება ახსენეთ მრავალჯერ, ანუ შეგვიძლია მაგ მომენტი ერთ-ერთი მომენტი გავიხსენოთ, რომ ჩარლი ჩაპლინის ფილმიდან მაგალითად, აი ვარდის მიწოდება რო არის რა. აი 300 ჯერ გადაიღო ეგ კადრი, სანამ აი ის არ მიიღო რაც უნდა რა. ხო, ეგრე არის ფილმში. მაგრამ ფილმში ახლა მე მაგალითად მითამაშია რაღაც ეპიზოდები სხვადასხვა სერიალებში და მოკლემეტრაჟიან ფილმში ვთამაშობ თავაროს, მაგრამ იცით რა არის, როცა ვითამაშე მაგალითად მე ვნახე ეს, ვფიქრობდი რომ აი ბევრ რამეს გამოვასწორები, რაღაცები არ მოწონს. მაგრამ სამწუხაროდ იმას ვეღარ გამოვასწორებ, ანუ ჩემი გადმოსახედიდან რაღაცები არ მომეწონა. შეიძლება რეჟისორს მოეწონა და დატოვა, მაგრამ მე ვფიქრობდი რომ ცოტა სხვანაირად ვითამაშები. რასაც სამწუხაროდ მე ვეღარ გააკეთე. თეატრში რაც უფრო მეტჯერ თამაშობ, მე უფრო ანავითარებ როლს და უკეთესი გამოდის. მე ვფიქრობ, რომ ანუ ჩაგესწრებით საუბარში ასე ვთქვა და მე ვფიქრობ, რომ ფილმში ბუნებრივი არ ხარ. ისე როგორც თეატრში. თეატრში უფრო ბუნებრივი ხარ და იმას თამაშობ რაც ხარ. თეატრი ცოტა რთულიც არის, იმიტომ რომ ფილმი გაზრდაში იმის საშუალება სპეციფიკებია სხვადასხვა ლოკაციებზე შეგიძლია გადაიღო. იხმის მონტაჟი ყველაფერი და თეატრში ეს ყველაფერი არ არის სამწუხაროდ. გას დეკორაცია და ამ დეკორაციას უნდა მოერიდო და გურამ რამ გადაგაწყვეტინა თეატრის დაარსება? აი რანაირად მოხდა მაგ კონდიციონში? ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, მინდა და ძალიან დიდი ხანია მქონდა ჩემი თეატრი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ ვგედავდი. არ ვიცი რატომღაც ვფიქრობდი რომ არ ვიცოდი ვიყავი თუ არა მზად და რა ვიცი რა უნდა დამაწყვეტი. უცებ ეს მომინდა რომ დამეარსებინა და გამოვასწადე კასტინგი და ჩემთვის საბედნიერად ისეთ ხალხი მოვიდა, მართლაც როგორც იგივე ადამიანები კი ძალიან მაგარი ადამიანები მოვიდნენ დამდგენებაში და შედეგიც ნახა მაყურებელმა. აი თქვენი პირველი სპექტაკლი რომელი იყო, აი რომელს გამოვარჩენთ? გამოვარჩე? ხო, აი თქვენი პირველი სპექტაკლი რა იყო? მე პირველი მთავარი როლი რაც ვთამაშეს იყო სპექტაკლი ჭინჭრაკა და თან ჩემი საოცნება როლი იყო, იმიტომ რომ მე რო თეატრში მიმიყვანეს პირველივე დღეს რომ მივედი ჭინჭრაკა ითმეოდა და მე თითქმის დადგმული იყო და შემიყვანეს შიკრიკის როლზე და მაშინ რომ ვნახე ეს როლი
იმდენად მომეწონა გახდა ჩემი საოცნებო როლი და დაახლოებით 3-4 წლის მერე ეს როლიც ვითამაშე და ალბათ ჭინჭრეხას გამოვარჩევდი ერთ ჩემს საფრთხილ როლად. როლი რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ და ძალიან გიყვარს. აი ზუსტად მალე ვიყავი ჭინჭრა. როდის იყავით ბოლოს ყველაზე ბედნიერი? ყველაზე ბედნიერი პირველად შვილი რო გამიჩნდა, მაშინ ვიყავი ყველაზე ბედნიერი და ბოლოს სპექტაკლი რომ გამოვუშვით უკვე ანუ პრემიერი თეატრის მრავალფუნქციური დამოუკიდებელი თეატრი, რომელიც დავაარსებდა გამოვიდა სპექტაკლი, მაშინ ვიყავი ყველაზე ბედნიერი ბოლოს მაშინ. და სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს კინოში თუ ანუ კინოსეტზე თუ თეატრში სცენაზე და რაც თეატრში სცენაზე როცა გავდივარ სულ სხვა სამყაროში აბსოლუტურად არაფერი აღარ არსებობს ჩემთვის. არ ვიცი ამის გადმოცემა რთულია, ეს უნდა შეიცნო სხვა განზომილება მართლა რაღაცნაირად თავისუფლად თავს თუ რა მიმართება არ ვიცი საერთოდ გამოთიშული ვარ ყველაფრიდან სცენაზე კი თეატრში და გურამი არ არის ჩემთვის ბოდიში იმდენად მიზიდველი როგორც თეატრი რა გურამ რომელ დრამატურგს ანჯებთ უპირატესობას აი საქართველოს ან მოქალაქეებს ანუ ქართველებს თუ უცხოელებს და რა ქართველებს ამიტომაც ავიღე იაკობ გოგებაშვილის იავნანამ რახმნა და ეს დავდგით და ჩემი უსაყვარლესი დრამატურგი არის ბატონი ლაშა თაბუკაშვილი ძალიან მიყვარს და მე ვარ ბედნიერი რომ შარშან მომიწია თაბუკაშვილის პიესაში შესაძლებლობებში თამაში ძალიან მიყვარს მისი ყველა სცენარი თითქმის რაც კი აქვს დაწერილი და აუცილებლად დავდგა მომავალში თაბუკაშვილის რამე პიესას აუცილებლად მართლა შეგაძლებინდა შემოსვლა და თუ შეიძლება მოგგვიყვებით თქვენი თეატრის სამომავლო გეგმებზე რა არის თქვენი თეატრის როგორია თქვენი თეატრის მომავალი ასე ვთქვათ ჩვენ სამწუხაროდ ისეთ პერიოდში მოგვიწია სპექტაკლის გაკეთება რომ საფხულია ხალხი გადის დროებით ალბათ ისე ვეღარ მიმუშავებს ეხლა ვფიქრობთ ვაკეთებ შაბათს უნდა შევიკრიბო და ვაპირებ საბავშვო სპექტაკლის თოჯინების სპექტაკლის გაკეთებას და ფესტივალზე ვაპირებ წასვლას სექტემბერში ურეკში ტარდება ყოველწლიური ფესტივალი და იქ ვაპირებ წასვლას სექტემბრიდან ისე იავნანას ვითამაშებ და თან დავიწყებ ახლა სპექტაკლზე მუშაობას ასევე გეგმაში გვაქვს საფხულიდან რაღაც ფილმის გადაღება დავიწყებ ფილმი ახსენეთ და მინდა რო არ შეგეკითხო არ შემიძლია აი რა არის სიუჟეტი რომ ასე ვთქვათ დავაინტრიგოთ მაყურებელს მოდი სიუჟეტზე ჯერ არ ვილაპარაკებ მაგრამ გავიხსენოთ რომ ძალიან საინტერესო და დაზაბული სიუჟეტი დაზაბული სიუჟეტი იქნება რაც ფიქრობ რომ საქართველოში გადაღებული არ არის და პირველ ინტერვიუში შემოვიცი ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის გურამ მინდა მადლობა გადაგიხადო გაწეული დახმარებისთვის და სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის ეს იყო პოდკასტი ხალხის პირისპირ მე მიწამყვანი მასანინა ჯაფარზე გახდით დღეს სტუმრად ვიმყოფებოდით კულტურის საძრიმეთში და სტუმრად ყავდა მრავალფუნქციური თეატრის დამფუძნებელი გურამ კეკელიძე რეჟისორი ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის მომავალ შეხვედრამდე